Mito papa. Mito papa. Цето. დედამო ვეღარ ვარ ჩევკაცო. გივი გასლის დროა გივი. დაადე კაცო რომ წაიჭამე. საათი მეორე. ბიჭო, დაიძე ხალე თვალი შავრო ქალაქში რას. დავასაკაცო და აი. ცოტანე ლატარი გასულ. გამხევი ტრიკო მასეებადი. მორგში არ შემარცხვინო. გრასო. შე мама ძაღლო შედა. ეტყობა мама მისა დიდი ფულები არა მაგით თირმა იყანე. არა კაცი რა ფული აქვს. мама მისა ვიტო мама. ფუთენი არიან დიდი მომშლები. ყველა ჩვენსაგან მოიდე ყველა მიტყობა მაჩები ყალები რომ მოგვიყანე შიდა. შენ რომ არა ეს ცხოვრება რა იქნება ჩემთვის. მეუბანები აღარ მჭერა, აღარ მითხრა მეტი. მახსოვს როცა სტუდენტი ვიყავი, მაშინ თოვლის ბაბუა გამოძახები და კობრა დეზადორისა და შუზისთვის შეგროვებული ფული. იყო ასეთი ბანკი, ეხლა რეკლამად არ ჩაგვეთლება, იმიტომ რომ აღარ არსებობს, 005 ბანკი იყო და ჩვენ ინსტიტუტში, ძიმე პერიოდი იყო ეს 97, 16, 18 წლებია. ხო და ბანკთან არ მახსოვს ეხლა ეს იურიდიულად რა ფორმით იყო გაფორმებული, არც აქ ამას მნიშვნელობა, მაგრამ სადიპლომოდ გვეთვლებოდა და თან რაღაც ნორმალურ ანაზღაურებას გვიხდიდნენ, თოვლის ბაბუა გამოძახებით იყო ეგეთი და ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ასეთი სიტუაცია არისო და რაღაცა გადაიხდიანო თანხასო და ეხლა როგორც ყოველთვის მსახიობების კარიერის დაწყების თავშიც უჭირთ. ისე ვიყავით ჩვენ მაშინაც და პრინციპში არაფერი არ შეცვლილა სამწუხაროდ. და გადავწყვიტეთ რომ წავსულიყავით რაციებით რაღაცა სანტა კლაუსის ფორმა და ძალიან ისეთი მტკივნეობად ვიგრძენი თავი მაშინ, მაგრამ ეხლა ძალიან ისე მეცინება ხოლმე. დაახლოებით 17-18 გოგო იყო პლეხანოზე და ეთყობა რაღაცა ტუშოვკა ქონდათ რა და ფიქრეს გამოვიძახებთ ეხლა და მე ხა პატარა ვარ რა არ მახსოვს ეხლა მე 17 წლის ინსტიტუტში გავხდი და 18 წლის შეიძლება 19-ის და ეს სანტა კლაუსის ფორმა მაცია რაღაც ძალიან გოიმური მაშინდელი წლებისთვის ბამბის წვერები რაღაცა და წავ გავაყარები და მეთქი ხა გასკდეს მიწა და ჩავარდი ერთმანეთზე მაგარი გოგოები და მე რაღაცა შემოვდგი ფეხი წალავდეს ხვერდი თუ რაღაცა დამწხვენია მაგათ. ნუ ხა მიხვდნენ ისინიც რომ ამ ნიღბის უკან ახალგაზრდა ადამიანი იყო და აუ მოდი და მე кайფებოდნენ აუ აქ დაჯექი აი აქ დაგვიჯექი რა ნახე როგორი გოგო რაღაცა ვიწვებოდი სიცხვილით და როგორც იყო გავრისკე და ერთი ჭიქა დალიე რაღაცა ნუ ამ ბამბას ავწევი და მისველდება რაღაც საოცარ ცუდად მახსენდება და უხერხმდგომარეობაში ვიყავი. თამშიერი კაცო ამ საჭმელებს ხედავ სტუდენტი ვარ და მინდა შევჭამო და ნახევარი გონება იქით ამაკ ნახევარი ამ გოგოების ბრანჟთან საოცარი კოსტიუმი იყო რა დიდი ცოტა ეს სანტა კლაუსის ფორმა ვიღაცის ისა ალბათ წინა წელს უკვე გამოყენებული მონგრეული კოსტიუმი რა ასე ვთქვათ და როგორც იქნა გავბედი რაღაც საბრძოლო თქვი და ეს ერთი ჭიქა რო დავლიე ისა ვისკი იყო და კარგად ეგრევე გახსნა რა გამიხსნა და ეს შენ წვერები გადავიგდე უკა ხო და კარგი ესეთი ნორმალური ხა წარმოიდგინე დაახლოებით მართლა 17 ხალბატონთან ერთად მატორ ხარ და ეს კომპლექსი რომ მოხსნის სასმელი რა უცბად რა მაგარ სიტუაციაში მოხვდები რა და ნუ იყო მე არიქ ამ სახლზე გელოდებიან და გამოძახებაზე არავინ არ მიდის და რა ხდება კაცო და არ ვიცით ის არ პასუხობს რაცია შაუწიე და 1-2-3 საათი მაგრა ვიქეიფე იმათთან მაგ გამოძახებაზე იყო კიდე ერთ-ერთ ოჯახში შევედი გავაყიდე ძალიან ჩხავანა ბავშვი იყო რა და ესე შევედი თორე და დავიწყე შემოვდგი ფეხი წყალოდე ღმერთი და მომკიდა ამ წვერებში ხელი ჩამოწია და დედამის და დაიწყო ტელი ხო გითხარით ნამდვილი თოვლის პაპა არ არის
არსებობსა და აი ნუ არ იცი რა საშინელ მდგომარეობაში ჩავარდი აბაშვილო აბა გადიიხლა აქედან და სასო რა არის წვერები ვერ დაიყენე ნორმალური და ნუ საოცრებები გავიდა სულ ახსენდება ხოლმე ეს იმდენი ფული ავაგროვე მაშინ ეგეთი ფირმა იყო რა ვიცი ეს რა პერიოდს გიგონი კობრას დეზადურები რო იყო მოდაში და იყო ეგეთი შუზი იყო კამელეონები იყო აკლე მიეხატა ძირზე ძალიან მაგარ მოდაში იყო და მაშინ დილო იყო არა გადახურულ მდგომარეობაში და იქ იყიდებოდა და აი ამის თანხა ავაგროვე რა და ეს ფეხსაცმელები ვიყიდე და მახსოვს მაგრად თოვლის პაპა გამოძახებით იყო თქვენი პირველი სამუშაო ეს არ იყო ჩემი პირველი სამუშაო მე წარმატება მივხვდი თქვენ კითხვას და ამიტომ მე იყო პერიოდი როდესაც დაუშვათ ღამე ერთი ჩვენი მეგობრის კიდევ ერთი მეგობარი მუშაობდა იმაზე მატარებლების ვაგზალზე ხო ვაგზალი არ ქონდა გვეუბნებოდნენ რომ ამ და ამ საათზე მოდიოდა ფქვილი რა და იმებს ცვლიდით რა რომ რაღაცა 2 კაპიკი გვეშოვა რა საერთოდ არ მეთაკილებოდა არასოდეს არც ახლა არ მეთაკილება უბრალოდ ყოფა მოიტანა ისე რომ შეიძლება ფიზიკურად თუმცა არ ვერიდები და ისე ფიზიკურად არ გულისხმობ ამ სამუშაოს თუმცა მე ვფიქრობ რომ ადამიანმა არასდროს არ უნდა ჩაიქნიო ხელი რა პირველი სამუშაო ასე ყიდა პირველი ჩემი ხელფასი იყო ძალიან პატარა ვიყავი 3 წლის ვიყავი ეს იყო ჩემი წყალჭალის ხმები თელავირთიაში ნუკრი ქანთარი ამაც უკვე პარლამენტარმა მეორე მოწვევის დადგა მაშინ თეატრის თავი რეჟისორი იყო და დადგა სპექტაკლი ჩემი წყალჭალის ხმები საკმაოდ წარმატებული სპექტაკლი იყო და იქ თამაშობდი ბავშვს სამზე და 3 მანეთი იყო თუ შეიძლება მანეთი არ მახსოვს გამოსვლაზე და რაღაცას მიგროვებდნენ და მაძლევდნენ და მაშინ არლიონოკი იყო ეგეთი ისა ველოსიპედი და იმის ოცნება მქონდა რა არა უკაცრავად ეს უკვე იყო ალალე დიდი სპექტაკლი ძალიან ცნობილი და იქ უტრისტანას თამაშობდი რა ვიცი მთელმა კახეთმა იცის სამ სპექტაკლის შესახებ და მაძლევდნენ და მაშინ ასე ვთქვათ პირველი გემო გავუგე ხელფასს დანარჩენი აი ეს რასაც გეუბნებით ბოთლებიც ჩამივარებია ეს ფქვილი დამიცლია რა ვიცი რა იყო ეს ისეთ არასდროს არ არის ცოტა უფრო ბევრი სხვა რაღაცებია მესირწყვილება ამიტომაც ალბათ ყველას გამოულია უბრალოდ ეხლა მე მომიწია კამერასთან ამის საუბარი იმიტომ რომ რაღაცა სულ პატარა მე საერთოდ ვამბობ რომ ზედმეტია იმის თქმა რომ რაღაცა ვარსკვლავები ქართული თეატრის თუ საესტრადო სიმღერის ეს არის ზედმეტი რა ვიცი უბრალოდ ჩვენ ეს ადამიანები უბრალოდ მოხდა ისე რომ აი ცნობადობა უფრო შეესაბამება ჩვენ ყოფას ვიდრე ვარსკვლავობას და ეს არის აბსურდი. უბრალოდ გვიჩნობს ხალხი ჩვენ ტელევიზიის საშუალებით, თორე აბსოლუტურად შეიძლება მაყურებელზე დიდი პრობლემები მქონდეს მე სხვას. ვინ იქნებოდით რომ არა მსახიობი და მამამაც ხომ არ იქონია გავლენა პროფესიის არჩევისას? მე არასოდეს არ მინდოდა სხვა პროფესია. არ ვიცი მე მენაყინე რომ მენაყინია და მეხანძრე პოლიციელი ქურდი რაღაცები ხო უნდათ ადამიანებს არა? არასდროს არ მინდოდა სხვა რამე ეს თელმათელავის ბირჟა მიცის რა. თელავს რასაც ქვია ყველა მიცის რომ მე თუ კი ვინმე სადმე იყო დაუშვათ რაღაცა თავშეყრის ადგილი იყო რაღაცა ბიჭები თუ რაღაცა მე ყოველთვის თეატრში ვიყავი. უბრალოდ იმათაც არ ვაკლდი ახლა რა არც ეგ ისტორიები არ მაკლია მაგრამ ნუ ჩემი ადგილი მაინც იყო ის რა იმიტომ რომ ჩემი ფეხბურთზე საკმაოდ წარმატებულად თამაშობდი დიდი წლები ხა რაღაცა დიდი წლები როგორ მაგრამ ის წლები რაც უნდა იმაზე მეტი გუნდი და რა ვიცი უბედურება ის მაგრამ ყოველთვის გძნობდი იქაც ფეხბურთზე გძნობდი სხვანაირი ფორმა მეცვა სხვანაირად რაღაცას ვაკეთებდი ყველა მიცოდა რომ ეს არტისტი ხა პაატა იცის თელმათიაში აი ვერავინ ვერ მეტყვის რომ პაატა სადმე როდესმე რამე უთქვია რომ არტისტი არ მინდოდა აი მინდოდა რა იმ რა თქმა უნდა ეხა მამა ჩემის ისა ყოფა მაინტერესებდა ეს ზღაპრული სამყარო ძალიან დღესაც ვერ მომიცნია ბოლომდე გიждები არაფერი აქ არ არის ფული აქ არ არის ნერვები ჯანმრთელობის შეწირა ყველაფერი და ვერ მივდივარ რა აქედან რა აი არ გამოდის რა რაღაცა სხვა რაღაცა მოჯადოება აქვს ამ საქმის და
გიждები რა. თქვენი აზრით, როდის ხარ კარგი მსახიობი? ეხა ამას ერთ მნიშვნელოვნად ჭირდება ნიჭი რა. იმის იქით არ არსებობს. იღბალიც ჭირდება და უნიჭოებიც ყოფილა ნიჭიერზე კარგ ყოფაში. იღბალი ჭირდება აუცილებლად. თუმცა ის უნიჭო მსახიობი რამდენიმე ხნის მერე ის იღბალი მაინც აჩვენებს იმას, რომ ის იმ დონეზე არ დგას. შრომას მიყავ ხარ რაღაც მდგომარეობამდე, რა თქმა უნდა. აუცილებლად მიყავ ხარ. მე ვლაპარაკობ მხოლოდ შემოქმედებაზე, გულისხმობ არტისტობას. თუმცა ეს არავის გასაკვირი არ უნდა იყოს და არ ფწაფეას. კომუნისტებიდან დაწყებული ჩაწყობებიც იყო პრემიებზე, მარჯანიშვილის პრემიებზე, ახმეტელის პრემიებზე, ნაცნობობა იყო. არის ხა ტყუილად იტყვიან მიქარავსო რა თუ ვინმე იტყვის. იყო. თუმცა მე არ ვამბობ რომ ეს უნიჭოც აიღებდა ჩაწყობით იმ პრემიას, ნიჭიერიც აიღებდა იმ პრემიას. ყოველთვის იყო. და ეხლა ნუ ავიწყდებათ ნურაფერი რომ ესე იყო, მახსოვს მე გოჭების ჩატანა, ღვინოების ჩატანა, შენ შემოგევლე ის ჩემი ახლობელია და დღესაც არის რა. დღესაც არის და ტყუილად ნუ იტყვიან ამას. თუმცა თქვენ და მე მგონი არავინ დახმარებიათ. არა, მე არ დამხმარებია, მეც მქონდა სამეგობრო წრე მყავდა, მე ჩემით დაუშვათ ის რომ ეხა რობიკოსთვის არავის არ უთქვია რომ პაატა მიიღე რუსთაველის თეატრში, ეს ფაქტია, იმიტომ რომ მარტივი შემთხვევა იყო, როცა მე იღბალზე ვლაპარაკობდი და ვსაუბრობდი. როგორ გაიცანით რობერტ სტურუა, ეს საინტერესო თემა არის? რუსთავის თეატრში ჩემმა პედაგოგმა გიორგი შალუტაშვილმა დამაკავა სპექტაკლში 300 მანეთი იყო თუ ლარი იყო, არ მახსოვს მაშინ. მითხრა რომ ესეთი სიტუაცია ახალი დაქორწინებული ხარ და თუ არის შენი სახარებები თავაეროლე და კონსულტანტი არის რობერტ სტურუაო რა თეატრის. შეიძლება მოვიდეს და მართლა მოვიდა. გავიცანით ერთმანეთი მე გავაცანი მამა ჩემი რობიკოს ხა როგორ უნდა ჩამეწყო ხა. თვითონ სხვანაირი ადამიანია, დალევა უყვარს ცოტა შემოქმედებასთან, დიდ შემოქმედებასთან ერთად, როგორც ყველა დიდი შემოქმედი ამის გარეშე ვერ არის. შესაბამისად, რაღაცეთ ავეწყეთ ისე და მითხრა რომ ვაპირებ რომ ავიყვანო ადამიანები თეატრში და რა თქმა უნდა ყველანაირად მაქსიმალურად ჩავრთე ჩემი შესაძლებლობები რომ ის ერთ-ერთი ადამიანი მე ვყოფილიყავი რომ ვცდილობდი რომ მოვწონებოდი რაღაცა სპექტაკლზე ვპატიჟებდი რაღაცა და გამიმართლა და მოვხვდი რა ასევე იყო ქრივიშვილმა წამიყვანა მალხაზმა პირველად ეგეთი სერიალი იყო ასა გამჩინოდნენ მაშინ სად მიდიხარ აი იდიოტობა არ ვინ უყურებს მაგას რაღაცა მე აქეთ მეხუწებოდო იქნება ჩვენ შეგვტენო პირდაპირ გაგების ვიძახი ამას და ჩვენს დაგვასაქმე და ნელ-ნელა მერე მზის დარტყმა იყო მერე ის იყო მერე იქვე რო ტრიალებ უკვე არ არის თუმცა ახლა ისე რომ მე ვინმესთვის დაერეკა მე და ჩემი პროტეჟია დავა ეხა დანიშნე თუნდაც თელავის თეატრის ხელმძღვანელად არ იყო ასე მე გიორგი შაუტაშვილი ღვინიაშვილთან როცა ჩამოვარდა პირველად ამაზე საუბარი, ჯერ კიდე დუტას კანდიდატურა არ განიხილებოდა, მაშინ ვამბობ, სანამ დუტა მივიდა და მე ოთხარი მე ქვეყანა საქმე მაგრამ ამიდა თეატრში. მე მთელი რიგი პრობლემები იყო თელავის თეატრში მეც ცოტა წელში გავიმართე, მე ჩემი პოპულარობით რაღაცნაირად ურთიერთობა შედგა, ეხა გიორგი ღვინიაშვილსაც უყვარდა კაცო, ეს დალევა როგორც დღეს უყვარს ყველა გუბერნატორს და ყველა მოადგილეს, კახიჭება ვის არ უყვარს დალევა. კაი ანეკდოტი ყველას უყვარს და ქუთაისში თუ შეიძლება ნიკა არაბიძეს დაუძახოს, ეხა თავისმა ძმაკაცმა ვისთანაც გაი, რატო არ შეიძლებოდა ეხა ღვინიაშვილის მოდომებოდა, კაი კარგად უმღერი ხარ და კაი ხუმრობს უბრალოდ და გავიცანით ერთმანეთი ჩამოყალიბდა იქაც ურთიერთობა და უარი უთხარი არ მინდა კაცო მეთქი ჩემი საქმე აქვს. მე მოხდა ის რაც მოხდა რომ მთელი პროცესები თელავის თეატრში გააგდეს და მითხრა რომ ეხლა იქნებ რაღაცნაირად ვიფიქროთ და დავქუქოთ რა იქ სტურუასთან ხარ კარგად იქ რაღაცა იქ ისა და რა ვიცი ჩვენს დაგეხმარებით და მაშინ მოვიფიქრე ეს იყო თორე გადავრეკეთ დავაი დავნიშნეთ და რაღაცა მაშინ და ეს გადარეკვა რომ დემოდა პირდაპირ მინისტრად მოვიდოდი რა რა კავშირი აქვს პაატა გულიაშვილის პოლიტიკასთან, იმიტომ რომ დღეს ამ თემას აქტიურად განიხილავენ. შენ იმის დროს სად იყავე, როგორ არ დამთავრდა, იცი ამაზე რძენია უკვე რა, აი მართლა ვიძახი და
მე გაჩვენებთ ალბათ მე ტელეფონზე გადავიღებ და გაჩვენებთ იმ დონემდე მივედი რომ მოვიძიე ეს გაზეთი და ეს ხელმოწერები როცა 2011 წელს როცა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობას ართმევდნენ და რუბიკოს ტურვა გამიგდეს თეატრიდან მაშინ ხელმოწერები გაკეთდა ამ ორი ადამიანის პრობლემის გადაჭრაზე ანუ ბიძინას მოქალაქეობის დაბრუნებაზე და სტურვას თეატრში დაბრუნებაზე და 2011 წელს მე ხელი მაქვს მოწერილი ამაზე და იყო მაშინ ესეთი სიტუაცია რომ თელავში მუშაობდი მე რაღაცა პატივი მცეს იმათმაც მარტო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ პაატა ვიყავი და რაღაცას ვქნი და ქირით ცხოვრობდი და კეთილინება გამოიჩინა მაშინ ღვინიაშვილმა და რაღაცა ღონისძიებების რაღაცა მიმართულებაში ხელფასმაძლევდა რომ ქირა გადამეხადა რა იყო ეხა ამაში ცუდი რატო არ უნდა უთხრა გიორგი ღვინიაშვილის მადლობა არ მესმის მაგრამ როცა ხელმოწერა იყო მაშინ კიდე სხვა ვიღაცებს შეიძლებოდა ხო ის ეთქვათ რომ ეს ადამიანი როგორ აწერს ხელს კაცო იმაზე და ამიტომ იქიდან გამომიშვეს გესმის და ეხა უყურე რა სიტუაცია არის ესეთი რომ ჩვენოც ეხა ბიძინა ივანიშვილი ჩუქნის თეატრს ავტობუსს რა ძალიან უმადური უნდა იყო რომ მადლობა არ გადაუხადე და ამ ვიდეოს და ამ სურათებს ისეთი არაფერი ტექსტი არ ყოფილა მაქსიმალურად ვეცადე რომ მეთქი პოლიტიკურად ხა მე ვარ ხელმძღვანელი რა მე თეატრის პოზიცია უნდა დამეფიქსირებინა და უნდა დავაფიქსირო იმიტომ რომ არ შეიძლება ხელმძღვანელი იყოს ასე ვთქვათ გარეული პოლიტიკაში და გასული და მით უმეტეს თეატრი რა თეატრმა მოუხადა მადლობა იმითაც აკეთებს ეს კაცი ვის უყვირს შენ რომ მიშას კონცერტი მიყავდა ეხლა რა ეხლაც რომ დამიძახონ და ხელფასი გადაიხადონ ჩვენი საქმეა რა მე ჩემი პოლიტიკური განცხადება ვისახსოვს ის გამახსენოს და მითხრას რომ მე ვინმეს მოუწოდე მე ხა იყო მაშინ ნამდვილად იყო ესეთი სიტუაცია ხელოვანი ხალხს ეუბნებოდნენ რომ გამოგვყევით რა საარჩევნო ჩვენ გვერდით იყავი გავყევი გვინი რა პრობლემა იყო გვინიაშვილს გავყევი და მჯეროდა მაშინ ეგრე იყო და ესე წამდა რომ ესეთი მომენტი რომ რა მოხდა ეხაც გავყევი ჩემი მამიდაშვილი მაჟორიტარია ლაგოდეხის და დავყებოდი როცა კანონი მაძლევდა უფლებას 6 საათის მერე და შაბათ-კვირას ასე ვთქვათ რა რა პრობლემა არა ვერ მესმის მე ხო იმას ჭირდებოდათ რომ ცნობილი სახე ყოფილიყო ხო მათ გვერდზე ეხლა ჩვენ რა უნდა ვქნათ მედიკო მეზუშვილის დროს რო ღირსების ორდენი მაქვს აღებული რა ვქნათ ედიკას ტიპი ვარ მე არა ვარ ადამიანი რომელიც ესე ადვილად ატარებს ყველაფერს რა ხო ყველაფერს შეუძლია ვიღაცას ანეკდოტი გამახსენდა რამდენი წლის არისო მიხო გუკახალ გამაიყურებაო კაცო რა 70 წელი მე უჭაღარა არა ვქათ რა უკანალს მაღლაო იმას არ უშვებსო დარცაო და მაგ ეგრე იქნებაო რა ზოგი ხა ისე ცხოვრობს ზოგი ისე ცხოვრობს მე არ შემილია ისე ხა ჯერ ესეთი ხელოვნება ცოტა კიდე უფრო მსუბუქი მგონია რა სულიერებას გულისხმობ რაღაცა და უფრო ადვილად გვწყინს და ადვილად გვიხარია ყველაფერი და უფრო ალბათ ჩვენი პროფესია პირდაპირ გადის უფრო სიღრმისეულ შიგნით სულიერებაზე. არ უნდა იყოს ხო ადვილი რომ ვიღაცა სხვა ადამიანის სხეულში შესვლა და მე ამის გადმოცემა ისე კარგად სხვა ადამიანში რომ მაყურებელი მოხიბლო. ეს ძალიან სიტულებთანაა დაკავშირებული. შენ ყველაფერ პრობლემას ტოვებ და უცებ ვიღაცის სულში იწყებ ფოთიებს რა და რაც უფრო კარგად შეძურები უფრო მაგარი გამოდის და შესაბამისად ჩვენს ამ მიმართულებით ცოტა გვიჭირსაცხოვრება. ეხლა რაც დამემართა ხო გახსოვს? ხო. ერთი აქედან გამომაყვებინე ხელი ჩემო საყარელო მიდი. აი, დაჯექი ჩემო ძირფოსო. წადი შენი თასი და კიბო შენი წადი და არის რომელიმე ცნობილი მსახიობი, რომელსაც ბაძავთ თუ ინდივიდუალიზმი უფრო მნიშვნელოვანი არის თქვენთვის? ინდივიდუალიზმი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ საქმეში, შენი პატარა ასე ვთქვათ შენი
რაღაც მაზოკებით ასე ვთქვათ რა შენი შეხედულებით შეხედზე მოფუნჯვა თუ როგორც არის რა როგორც მაგრამ რა თქმა უნდა იყო როგორ არ იყო ყველა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანი ხა ისე რო გითხრა რომ აი ის და ეს ხა არ ვიცი რა ვიცი აგერ არის ხა შეიძლება სურათი უბრალოდ ეს ბავშვობის გატაცება იყო ხდები და ხა ამბავი იყო ესეთი თორე მე ვისაც შევესწარი და რაღაცა მისაბაძი არა ალბათ მაგალითი მსახიობების ისეთი ძალიან დიდი საერთოდ არ მჭირდება არავის საზღვრების გაცდენა რა ისეთი დიდები არ ჩამოვთვლი ხა იმიტომ რომ არ მინდა ვინმეს ეწყინოს მაგრამ ერთი შემიძლია თქვა რომ ძალიან მენანება ზაძე პაპუაშვილი პოლიტიკაში როა იმიტომ რომ პირდაპირ უყურებდი ხოლმე და ეხაც კადრებს რო უყურებ ძალიან პროსტა გენიოსია რა და სამწუხაროდ ესეთი არჩევანის გაკეთება მოუწია და გული მწყდება იმიტომ რომ ძალიან იყო საშუალება რომ თვითონ უნდა დაედგა ჩემთვის ერთკაციანი პიესა ვერ მოხერხდა მე რაღაცა თავი რაღაცა ძალიან მეგობრობთ ჩვენ და ოცნებობდი რა რომ გამეცნო ეს ადამიანი და უბრალოდ ამ კუთხით შემიძლია თქვა რომ დასანანია ჩემთვის როგორც მსახიობისთვის რომ ზაზა მის მართლა მაგარი წლები წავიდა თეატრიდან რა როლია რომლის შესრულებაც დღემდე გინდათ ერთხელ ვიხუმრე რა უბრალოდ ერთხელ არა ამ ბოლო 2012-ის მერე რომ მაინც მაბრალებენ მეთქი რომ ნაციონალების ყავი ხა კიდე ხასუს რატო არის პოლიტიკური შეხედულება 4 უკასთან მეგობრობა ან ეხლა რატო ვარ მაშინ ამათა რატო მეგობრობ მეთქი ხომ ბიკოს უთხარი რომ მეთქი ხიცი რა მე მგონი ყველაზე მაგრად ვარ მეთქი მზად ყვარყვარე სათამაშოდ თქო რა და რა ნუ მიხვდა ეხა იუმორს რა თქმა უნდა და მეთქი დაჟე დადგმაც არ დაგჭირდება შემოსვლებით ვიცი მეთქი რა ნუ რა ვიცი დიდი ხანია ვფიქრობ მინდა ყველა მიცის ჩემ გარშემო რომ ყვარყვარეს თამაში მინდა მართლა ჯერ კიდე სანამ ბევრი ყვარყვარეები კი ყავს ეხა ბევრი ითამაშებს ალბათ არაპროფესიონალი მსახიობები ჩემს გარეშე მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ჩემ ასე მინდა რა ყოველ შემთხვევაში რატო ამოვიჩემე არ ვიცი თქვენი აზრით რითი დაიმსახურეთ ხალხის სიყვარული იმიტომ რომ დღეს ბევრი პოპულარული მსახიობია მაგრამ მათ მიმართ ასეთ სითბოს არ გამოხატავენ იცი რა მე ვფიქრობ ერთადერთი პირველი რაც არის რომ აპოლიტიკური ვარ ძალიან და მომობეზრებელია ყველა ადამიანისთვის ყველა სფეროს წარმომადგენელი რომ პოლიტიკაზე ლაპარაკობს მიუხედავად იმისა იმ აგრესიისა რასაც ზოგადად ქართველი მოსახლეობა რუსთავიორის მიმართ გამოხატავს და მე რაშიც პირდაპირ აი ბევრი რაღაცაა რომ არ მინდა ხოლმე რომ დავითანხმო რა მიუხედავად იმისა აი მაგალითად მაია ასათიანის შოუში მე ვილაპარაკე ღარიბაშვილს მადლობა მოუხადე რომ თეატრს დაეხმარა არა მოჭრეს არაფერ ჩვეულებრივ გაუშვეს რობიკოზე ყველაზე და რატომაც ეს ჩემგან ის რაღაცეებია ვცდილობ რომ ყოველთვის თქვა მართალი გესმის და არ ვატკინო არ მიღირს რომ ვიღაც ადამიანს რაღაც აი გული ვატკინო არ ზის ეს ჩემი იმაში ალბათ ამას იგრძნობა სიმართლეს როცა ლაპარაკობ ყოველთვის იგრძნობა ჩემი არის მე კიდე რა ვიცი არის რა სულ დადებით გმირების თამაში მიწევს ის ფსიქოლოგიურად ძალიან მოკლედ რა სულ იუმორთან დაკავშირებული რა ვიცი ალბათ რაღაცა არის ისეთი ის გამოც მოვიპოვე იცი რა რატო არ გავყოყოჩდი ხა იცი ამ კითხვის მე რომ მართლა მოგიზნოთ ამას და გამიხარია რას არ გააკეთებდით არასდროს პოპულარობის მოსაპოვებლად? მე არ შემიძლია მაგალითად როგორ თქვა, აი რაღაც პოპულარობის გამო ძალიან წავე რაღაცები რო არ თქვა, აი დაბლაწვრილი შარვალი რო ჩავიცვა, მაინდა-მაინც თმა რო შევიღობო, თუნდაც ყური გავიხვიტო, ეხა არავის არ ვერჩი, მაგრამ არ ძის ეს ჩემში. აი არ დავდივარ მაგალითად რაღაც ისეთ ტუშოვკებში რომ იძახიან რაღაც რო ვერ გაიგებ ქალცეცეკვები თუ კაცეცეკვები
არ მინდა რა. იმიტომ კი უბრალოდ არ ზის რა ჩემს. კი მოუხედრივ ვარ როგორ არა ხა ეს პროფესია მაგ ჩვენება ან რაღაცა. ეხლა ჩვენ ცოტა ისე გვეჩვენება გესმის მე არავის რაღაცა მარკას არ ვაკრავ ერთმა დამიფაროს. რა უფლება მაქვს ვინმეზე რამე თქვა მით უმეტეს რაც არ ვიცი. მაგრამ რა ვიცი ჩემი აზრით ხა რა ვიცი ქართული კაცი ხა პოპულარობისთვის არ უნდა დაგჭირდეს შემოქმედ კაცს რაღაც გარეგნული რაღაცის მაინდა-მაინც ხა ჩეხსონმა რომ რაღაც შეიცვალა პირობი ის ცოტა სხვა რაღაცა ალბათ ეს ის კითხვა რაც თავში ვთქვი ჩვენ ვარსკვლავები არა ვართ რა ჩვენ არ გვაქვს ისეთი შემოსავლები რომ რაღაც დაუშვათ გავინებიუროთ რაღაცა ჩვეულებრივ ცხოვრობთ ჩვენ უბრალოდ გვიცნობენ უფრო მეტი ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ არაფერი რა ეს აი როგორ გითხრა ესე არ მეძნელება მაგრამ აი რაღაცა ამბავია რა კიდე რაღაცა იდუმალი რა რის გამოც დაუშვათ ეს ხდება რა აი როცა იცი საპატიო მოქალაქე გავხდი ხა 7-ში რა თელავის და იცი ფიქრობთ რაღაცას რომ შენ თუ კი დაუშვათ შენი ქალაქი შენი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამის გაგება რა ჩემთვის ბევრი რაღაცა მაგზნობინა რა რომ აი როგორ გაფასებ შენი ქალაქი და რა არის შენთვის უფრო მნიშვნელოვანი ხა სადაც არ უნდა წავიდე იმედი მაქვს სადღაც გადასაკარგავში თუ არ წავედი და მაინც იქ უნდა დავიმარხო ხო იმ ქალაქში და გონია რომ რაღაცა ბალახი არ უნდა გაიზარდოს რა და ასე პატივი უნდა წეუთ აი მე როგორ გითხრა მე ჩაულებრივ წარმატებით შემილია დავლიო დილამდე რობიკოს ტურუასთან და შემილია წარმატებით დავლი ხა პირობითია რა მაგალითად დაცვის თანამშრომელთან ყარავულს რო ეძახით რა არა მაქვს ეს კომპლექსი რომ ვიღაცას გამარჯობა არ ვთქვა ალბათ ეს იგრძნობა მე გესმის და ეგ ერთადერთი მომენტია რა რაღაცა ალბათ ამას ვაბრალებ რა წარმატებებს მიაღწია თელავის თეატრმა მას შემდეგ რაც თქვენ გახდით ხელმძღვანელი წარმატებებმა თელავის თეატრს ეხლა ჩემი მხრიდან ძალიან ხმაღალი შეიძლება იყოს მაგრამ ამ წუთასაც ეხლა სარემონტო სამუშაოები მიდის ისეთი ფასადი კეთდება როგორც აი ფილარმონიაზე უზარმაზარი ეკრანი რაღაცა მთელი ყველაფერი ამბავი ის რა ვიცი ძალიან 2015-2016 წელი ჩვენთვის იყო განსაკუთრებულად ბევრი პრიზები მე ეს ყბადაღებული ავტობუსის თემა კიდე ეს თუ ვინმეს გონია რომ ის ავტობუსი აფის არ ნიშნავს თეატრისთვის ძალიან ცდება მე მაინდა-მაინც ამ კუდების გამოვმა კაცო აღარ შეიძლება ესეთი რაღაცა სპექტაკლები თეატრი წინ მიიწევს წინარი და იმედი მაქვს ეს რაღაცა 10%-იანი ასე ვთქვათ შემცირება იმ ყველაფრის რაღაცნაირად უნდა ამას გავმკლავდეთ რომ რაღაცა გადავლახოთ რა რაღაცა იყოს იცი რა თუ კი ადამიანები ხელმძღვანელობას და ხელისუფალს გულისხმობ არ განებივრდებიან დაუშვათ და ყველას ერთიანად ასე ვთქვათ ყველა ერთ ქვაბში მოიხარშება და ყველას დააკალდება და ვიღაცაც არ აიღებს იმ დანამატს იმას მე მაგალითად ქუჩაში გასაგდებად საშინელება ვერავის ვერ გავუშვებ რა ქუჩაში მოდით ცოტა სხვა თემებზე გადავიდეთ რა არის პაატა გულიაშვილისთვის სიყვარული სიყვარული არის ეხა მე რომ პირველი ამ წუთიდან რომ გამოვიდეთ ეხა თქვენ რო აქახართ ხო ეს რო არ იყოს რაღაცა მნიშვნელოვანი ნუ არ ჩამოხვიდოდით ხო მაგრამ რაღაცა შიგნით მაინც არსებობს რომ ჩვენიანია და ჩვენი ადამიანია და მოდი ხო ესე გავაკეთეთ აი დღევანდელი დღითაც მე ვფიქრობ ჩვენ ქართველებს იმდენად მაგრად შეგვიძლია ეს სიყვარული რომ კიდე თუ რამე გადაგვარჩენს ალბათ ეს რა საბოლოო ჯამში არ არის სტრაფაეტული სიტყვები რამდენადაც დაუშვათ ვართ ესეთი მაქსიმალისტები რაღაც სიძულში ასევე მაქსიმალისტები ვართ სიყვარულში მე ჩემთვის რავი ყველაფერია ჩემი შვილები ჩემი მეუღლე ჩემი საქმე ძალიან მაგაში მე თვითონაც ძალიან აი რა გულიაშვილი ვარ და ეხლა სხვანაირად შეიძლება გულთან დაკავშირებული რაც არის პირველი სიყვარულია მე ვფიქრობ რა რომ
ამაზე გავლით ცხოვრობ. როგორ გესმით მეგობრობა? მეგობრის გარეშე არაფერი არ ხდება საერთოდ. ადამიანი, რომელსაც ენდობი ბოლომდე და მეგობრობით არის ყველაფერი რა, დღეს ჩვენ ქვეყანაში არის მეგობრობით ყველაფერი. ეს ცუდი არ არის. მაგრამ ზომიერია კარგი. მარტო მეგობარი, ორი მეგობარი, რომ ერთმანეთს კარგს გაუკეთებს და ხელეწიფება კიდე რომ გაუკეთოს, მე ცოტა გვერდზეც უნდა გაიხედოს, იმასაც გაუკეთოს, ამასაც, იმასაც. მარტო თავისიანი, მარტო ჩემი, მარტო მე არ გამოდის რა. რა ვიცი, ერთი ანეკდოტი, ეს ცოტა ფილოსოფიური ანეკდოტია, მაგრამ კაი ანეკდოტია რა. ორი მეგობარი ერთმანეთს ეკითხება, მესამეზე საუბრობს რა და ერთი ეუბნება რომ აი მესამეზე რომ აი ბიჭო არ არის ეგო კაი კაციო რა. როგორ კაცო გავიცანი მშვენიერი ჯიგარი კაი კაცი. არაო დამიჯერიო რა გიღალატებსო რა. კაი ეხაო შენავ ამეტეფო რა გინდა რომ შენთან მეგობრო მაგრამ არა დამიჯერი არ არის რა სანდო კაი ტიპი არ არისო რა. მოიცა კაცო რა. იცი რა საძმა კაცო ყავსო. ამან გახედა და საძმა კაცო იუდას რო ყავდა ისეთი უნდა მაგრამ თვითონ იყო გოთვერანიო რა. აი ამ თავარია რომ იქ სადღაც არ გაგვიჭირდეს. რა არის თქვენი აზრით რაინდობა? რაინდობა რა ვიცი რაინდობის რა გითხათ. ალბათ უფრო ჩვენი გმირები უფრო მნიშვნელოვანი იქნებიან ის ადამიანები ვინც ხა ჩვენ რამდენი ომს მოვესწარეთ ჩვენი თაობა ძალიან ბევრს გაჭირებას და ომს პირდაპირ გაგებით ბიჭები წავიდნენ ისევ ჩემს სფეროში რო ვთქვათ მარტო ერთ რამე დღით იოსელიანი და ლევან აბაშიძე რომელიც ასე გვერდით ედგა თავის სამშობლოსთვის გაანება ყველაფერზე თავი და წავიდა და ის თეატრი რასაც დაუშვათ ამ შემთხვევაში თელავის თეატრი წარმოადგენს მაჩაბელას დასი აბსოლუტურად ყველა გაწყდა იმ გმირობის და იმ ქვეყნის გამო რასაც დღეს ჩვენი ყოფა და ჩვენი ქვეყანა ქვია აი ამას ერთი წამით მარტო განსხვავებული ჭიქაში რო არ მოაქცევ და გაივლებ გულში ხა იცი რა ის ომები კი იყო მაგრამ არ ვიყავი მე იმ ასაკში ხო დაუშვათ როცა და წავსულიყავით 2800 თუ არ ჩავთვლით თუმცა იქ ჩვენი წვლილი შევიტანეთ და მართლა უკვე როცა მოგვიწოდეს რომ ჩანგილთაც უნდა წავსულიყავით მეორე დღეს დამთავრდა იყო ეს მობილიზაცია თეატრშიც იარაღი გროვდებოდა და იყო ეს გაგრძელებული იყო 3 დღეში მოჩა თუ გახსოვთ ხო და ეს გადაწყვეტილი ამბავი იყო ეხლა ჩვენი დროში ვართ რომ აუცილებლად მერთმა არხნას მაგრამ მოგვიწევს ამის დაცვა ხო უკვე ის თაობა ვართ რა ისე გავიზარდეთ ამიტომ გმირობა ყველას არ შეუძლია შეიძლება მეც ვერ შევძლო ეს ძალიან საპასუხისმგებლო რამეა რა ინდობა და ერთეულები არიან რა ხო და ამიტომ არ არის რა ის ადვილი მე ვფიქრობ რომ აი 2017 წელი მე აი მაინც ალბათ უნდა უსურვოთ ხო რაღაც ჩვენ ქვეყანას ჩვენ კახეთს და მე იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება რა იცი რაღაცა უნდა დაიჯერო კიდე რა რაღაც ის უნდა გწამდეს მე მესმის ხა ძალიან ისეთი წინა საარჩევნო ის არ გამომივიდეს თითქოს რაღაც რო აპირებენ ხოლმე და მე რომ აღარ გაქცევა აქცევენ ხალხს ყურადღებას ნებისმიერი მთავრობა ჩემ მნიშვნელობა არ აქვს ედიკას განმოყოლებული დღემდე რა დაპირებებიც არის იმის 5%-ს რო აკეთებდნენ არაფერი გაუჭირდებოდა ხალხს ამიტომ მე მინდა უსურო რა იცი გონს მოიგოს ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს რა და მაშინ გვეშველება ჩვენ ვიღაცის ცხვირში ესე უცბად არ შეიძლება რა რომ მამლის წელია და ეს ჩაკორტნა უცებ რა ვიღაცა რა და ასე გაბრაზებულ გულზე ამოუწყვიტო და რაღაც უნდა დაფიქრდე რა გადასარევად არის თუმბაძის ხა ყველა ადამიანი ხათი კი არ არის რომ შეხედო და ანგიყვარდესად უნდა მოუარო და საიდანაც საყვარელია იქიდან უნდა რაღაცნაირად შეხედო და ის გააკეთო რა მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი რაღაცა წინა შედგას ეხლა თუნდაც ხელმძღვანელობა მთავრობა რა მნიშვნელობა აქვს რა ძალიან უნდა დაზოგონ რა ხალხი რა მე ვფიქრობ რომ პირველი რაც უნდა მოხდეს ჩემი აზრით რომ მაქსიმალურად უნდა ეცადოს რომ ხალხის კისერზე არ გადაიაროს რაღაცა მაქსიმალურად თვითონ აიღონ ეს დარტყმები რომ ხალხმა არ იგრძნოს
მაქსიმალურად არის რაღაცა გამოუვალი მდგომარეობა გესმის იცი ერთხელ რომ მე შენ კარს გაგიკეთებ 2-ჯერ 3-ჯერ 4-ჯერ 5-ჯერ და ხვდები რომ შენ რაღაცას კარგი გიკეთებს ადამიანი და ერთხელ თუ გითხრა რომ იცი რა აი ეხლა რაღაცა ვერავართ კარგად და ცოტა ხანი მოითმინე რა აი გესმის შეიძლება გაყე თუმცა ახლა ისეთებიც არსებობენ რომ მაინც კაცო რა მოვითმინო იმიტომ აგირჩიე მე შე რომ ყველაფერი უნდა მქონდეს კარგად გასაგებია ყველანაირი ის არის მაგრამ მაინც მე მგონია რომ რაღაცა დარტყმები არ უნდა მივიდეს ხალხზე რა ეს აი ამას უსურვებ რომ რაღაცა მაინც იმ რაღაცას პატრონობა ჭირდება და მინდა რომ ეს რაღაცნაირად ამაყი წელი იყოს წელში გამართულები ვიყოთ მესმის რომ სოფლიოში რაღაც ძალიან სერიოზული კრიზისია ეს ამას ვერ გავიქცევით რაღაცა საითკენ რაღაცა ხდება რა გლობალურად ამიტომ შეიძლება არ იყოს ახლა ეს პირველი ხელოვნება თეატრი მე მესმის ახლა რა მაგრამ თუ არ იყო ახლა იმ კახეთში ეს თეატრი თუ ჩვენმა შვილებმა იმათმა შვილებმა რაღაცაზე არ გაიზარდნენ ხო არ გამოვა რა ამიტომ რაღაცნაირად იმან იმას უნდა მიხედოს იმან იმას და რაღაცა ეშველება რა თლათისიც არ ვარ რა კარგად გამიგებს ხა იმედი მაქვს მოყლები შენ მე ხავსიო აღარ გავიწროებ რა და გაიჯეჯილონ ხა ამ ბანკირებმა არაფერი არ გააკეთონ ფეხი ფეხზე და მარტო ამ ხალხის ფულზე იცხოვრონ იმას რაღაცაც უნდა გაუკეთო დაეხმარო გააკეთონ რა და რაღაცა ყველამ ერთად რაღაცა ვქნათ მაგრამ ალბათ მე მაინც მგონია რომ საბოლოო ჯამში ცოტა გამკაცრება მოუწევს რა მთავრობას გარკვეულ მიმართულებებით რა რომ ცოტა გონს მოიგონ ის ადამიანები ვინც ხალხს წურბელასავით აზის რა როგორ დაიწყეთ ანეკდოტების მოყოლა თავად იგონებ თუ ზოგჯერ რეალურ ამბებზეც არის დაფუძნებული რაც შეეხება ანეკდოტებს ესეც ერთ-ერთი რაღაცა მიმართულებაა რომელიც შეიძლება ითქვას თანდევია რა მთელი ცხოვრებას რაღაცა ისეთი ასე ვთქვათ ჰუმორობებს შუტკებს უფრო კარგად ყოველთვის იყო ხოლმე ჩემ რაღაცას ვიგებდის ანეკდოტები მიყვარდა რა ეს რა მე ჩემი დღეს მივხვდი რომ შეიძლება ამაში ფული გადაიხადონ რა კი ამას დაუშვათ ვიდეო დაერთვება და რაღაცა იყო ადრე ვაკაჭი აკეთებდა თუ გახსოვთ ამას და რაღაც იქიდან წამოვიდა იდეა და ვიგონებ როგორ იცი რაღაცები არის რომ შევსწრებული ვარ რაღაც სიტუაციას და მე ამბავად გადამიკეთებია და ისედაც თავიდან ბოლომდე სცენარად მე ვაქცევ და რეჟისორი მყავს დევიდ დევიძე რომელიც ერთად განვიხილავს ამას და როგორც აჯობებს იცი თავიდან მქონდა მცდელობა რომ ყოფილიყო ეხლაც არის ხოლმე შიგადაში დავდეთ მეგრელიც მე მეთამაშა იმერელიც კახელიც მაგრამ იმენად შეუყვარდათ ეს ცეტი რა კახელი რომ საზოგადოება მე ხო იცი ლაიქები მაინც კომენტარებია გაშიარება რაც არის კახელს უფრო ქონდა რა ესეთი მოთხოვნა და ესეთი ძალიან პოპულარული გმირი არის აი ყველა დიდი და პატარა ძალიან ესეთი პოპულარულ გადაცემებს არა აქვთ ნახვები იმდენი რამდენიც აქვს რა ჯობნის ყველაფერს ხო და შესაბამისად მეც რა ვიცი საქართველოდან არა მარტო საქართველოდან ყველა მირეკავს რომ ეს იცი და მე რაღაცებს ვიცი რაღაცა სიტუაციებია მე როგორ არის უკვე ტვინი რახამ რაღაცა უჯრედი ამ მიმართულებით ესია განვითარებული მე რაღაცა სიტუაციას რომ შევესწრები ყოველთვის ასე ვთქვათ რეჟისორულად ვალაგებ ხოლმე როგორ შეიძლება რომ ეს ამბავი გახდეს და დაუშვათ მიაწოდო მაყურებელს როგორც ვიდეო რგოლი რა. რატომ არ უყვართ ერთმანეთი გურჯაანელებსა და თელაველებს თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი? ესეთი ვის არ უყვარ, მე არ ვიცი რა ეგეთი რაღაც. მე მაგალითად იმდენი მეგობრები მყავს გურჯაანში. ალბათ ეს უფრო რაღაც იუმორის დონეზე ვიღაცა კაი ადამიანის ორი კაი თელაველის და გურჯაანელის დაწყებულია, მე ავიდა. სხვათა შორის თქვენთვის არასაწყენად მინდა ვთქვა, რომ არ გეწყინოთ, რომ მე რასაც ვაკვირდები, თქვენ უფრო გწყინთ გურჯაანელებს რაღაცას რო გეტყვიან, ვიდრე ჩვენ. შეიძლება ხა მე თელაველობა მძალავს და პირიქით თქვენ ასე ამბობთ, მაგრამ მე რა ვიცი, მე ტრაფარეთს რო გამოსდები გურჯაანში იმდენი ზარია ხოლმე შემამანქანამ გაიარა გაჩერდი დავლიო შენ გინეცვალე შენ ჭირიმე და ძალიან მაგრად მიყვარს იქაურობა და კაი ღვინო დგება კიდე რაც ყველაზე მთავარია, კაი ხალხია და პატივცემ, მაგრამ
როცა რაღაცა არის ხოლმე რომ მაგრამის გარეშე რა თქმა უნდა სიყვარულია როცა რაღაცა შუტკა არის ხოლმე და რაღაცა ცოტა ბრაზდებიან მე ვფიქრობ ცოტა უფრო მეტად ვიდრე თელაველები ძალიან მაგარი ის მახსოვს გურჯაანზე ჩიტებზე რო იყო პერიოდი სოციალურ ქსელში გავრცელდა რა ჩიტები გურჯაანის თავზე რო დაფრინავ არასკრინ დავენო რა და რა თავ კაცო თავის და სიცილი ხალხარი რაღაცა თელი ამბავი და მე რა ვიღაც გურჯაანელმა მიწერა აგროვებენ და თელავში იგზავნენ ყველაფერს და ბოლოს ძალიან კაი პასუხი იყო გაიგე და მომეწონა რა ისეთი კარგად იყო გარტყმული მე ვნახე ფოტო ჰაერწინაღებით ვდგანან გურჯაანის იმასთან თელაველები არ ვიტყვი ხა ვიცი ვინც არის მაგრამ ესეც აი იუმორში კარგი ამბავი იყო მე რამე მაგალითად დასავლეთ საქართველოში არის ზოგი რიგი რეგიონები რომლებსაც ესეთი დამოკიდებულება აქვს იმაში და ჩვენი ხუმრობები რასაც თელაველები და იმეებს ამბობენ იმათზე რა და მე უცებ ხვდები გაიგე რომ ეს უბრალოდ მოგონილი ამბავია რაღაცა ეთყობა უფრო ცხოვრების გასახალისებლად ერთი გურჯანელი მაინც მითხარით ეხა დაუშვათ ავიღოთ ქუთაისში თქვა პირობითად რომ ქუთაისელებიც ემდნენ და თელავერს და გურჯანელი არ მიეხმაროს ხო აი ხო წარმოგიდგენიათ ეხა ამ პირიქით აქედან გამომდინარე რა ვიცი ძალიან მიყვარს რა მე ზოგადად ძალიან მიყვარს კახეთი მაინც კახელები ვარ და კახელებზე კახური ის არის რა და კახელებზე მოგიყვებით კახურ სიტუაციაზე ვირი უყვდება კახელს ვირი რა დაუვარდა დაბლა და აბა ხანფეხების ყურების დაზელვა რამე ამბავი და ვერანაირად მთელი სოფელი აბა ეს ვერაფერი უყურებს ეს კახელი უკვე დაღამდა რა და ცხარი არის იქვე გვერდზე დაბმული და ვირის დახედა და დილასო ეს თუ ფეხზე არ დამხვდაო აუცილებლად მოუკლავო და შევიდა ეს ცხარი მივიდა ვირთან და რამენაირად უნდა წამოდგეო რა თორე ეგო ხვალო მოკლავს რომ არ დადგეო ფეხზე და ეს ვირი მთელი ღამე წვალობს და დილას 6 საათზე როგორც იყო დადგა რა ფეხზე და გამოვიდა ეს პატრონი დაინახა ვირი ვაშე გენაცალე ღმერთო ცხარი უნდა დაგიკლაო აი ასეც ხდება ხოლმე და ეს ასე ვინც რაღაცას უნდა რომ რაღაც სიკეთე გაიკეთოს ის მოყვება ხოლმე პრიკუბში რა აი ესეთი სიტუაციაა რა მეგრელებსაც რო გადავწოთ ეხა მაინც ყველას რო ისქნეთ მეგრელს უთხრეს რა რომ ეს თემატურია რამდენი ენა იციო და ხუთი ვიციო უთხრა რა რომლები არის ეგო ну მეგრული ხო ვიცი ვიცი ხა ქართული თავისთავად მეგრელ კაცკაცო რუსული მესოდინება ხო და გაიჭედა კიდე რა ვიცი ენის მიტანა და მოტანა ვიციო და რავი დაამთავრა ყველაფერი რა აი ესეთი ამბავია რა ხევსური მაგაიგო რო ცოლმა უღალატა გურულთან და შეუვარდა ამ გურულს რა სახში და ამოიღო ეს ხმარეს და რაზე დიხმარე ჩემი დიაციო და ამანახე და პროსტინაძე უთხრა დაიბდა და აი ეგეთი ანეკდოტი კიდე ამოგიყვეთ ეხა მინდა რომ ყველა კუთხეს შევეხო და მაგიტო ესე იგი ამერიკაში არის შვილს წერს წერილს რა რაჭველი და გამომიგზავნენ ახალწლისთვის ესეც მაკაციუსის გვერდზე და იქნება რომ სათვალეები უთხრაო ჩემთვისო რა თუ კიო კაცო რა აი ეს სათვალეები რაღაცა და რა ჩაუწერო რა ზომა გინდაო და -20-ო კაცო და შემბოშო თვალები გდომებიაო უთხრა და აი ხალხა იქით მივიდა და აი სამალი რო გამომიწერეთო კაცო აი ბუღისაო რა აი მაგარად გამაადგა თელიო ესე იგი თუ რამე ბოჩოლა იყო ყველა აი დააფერმძიმაო აი სამალიო კარქიო და გაგვითავდაო კაცო და რა იქნებაო გამოგვიწერო თუ რა კი გამოგიწეთ მაგრამ მილიონი კაცი მოდისო და რა ერქვაო რა აი სახელი არ მახსოვსო მაგრამ აი ცოტა ლეღვი გემოგონდაო და მარწყვისა ბოლოში იყო რა თვითონ დაულევია კაცო
საყვარელთან არის რა მიხო რა ნუ არის ერთი ამბავშია და ცოლმა გააო კარები და შენ გათახსირებულო შენ და ჩემ გაწოლზე აი ესე როგორ მიყალატებსო უნდა წავიდეო დაურეკაო მამა ჩემსაო დედა ჩემსაო უნდა წავიღო მთელი ბარგი ბარხანაო და ეს დგას ეხა ეს ქალი წინაი და დაიბდა და მე რაო თუ არ უნდა აგეწინა რა გაიქცესო სხვათაშ დიდი მადლობა, რომ დატვირთული რეჟიმის მიუხედავად დრო გამონახეთ და ტელეკომპანია გურჯაანის საახალწლო გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა. გილოცავთ ჩემო კახელებო, ჩემო ძვირფასო ყველა, ესე იგი თელავი, ახმეტა, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდიხი, დედოფლის წყარო და საგარეჯო. ყველას გილოცავთ, მე მართლა ყველა მეიმედებით, მე ვიცი რომ სხვა თუ არავინ მე ჩემი გაკეთებული საქმის თქვენ აფასებთ და ჯერა ამისი ძალიან გულწრფელად ვიძახი ამას. თითოეულ რაიონში ჩემი ჩამოსვლა მიხარია ხოლმე, იმიტომ რომ მიუხედავად იმ გაჭირებული ყოფისა, მაინც ყოველთვის რაღაცას ახერხებთ. ჩემი ყველა მეგობრის სახელით მადლობა თითოეულ რაიონს თუ კი ერთი ლეტრავინა მაინც გიჩქებიათ მათთვის ხილში თუ ჭირში. და მეღვინეთ რუსთავის თეატრის მეღვინეთ უხუცესი დამარქვეს ბიჭებმა რუსთავის თეატრში, იმიტომ რომ თუ კი უნივერსიტეტის ბედნიერება აქ რამე გასაჭირი, სულ თქვენი წყალობით ჩემო ძვირფასო კახელებო, მათ ღვინო არაკრიათ და კარგი ღვინოთ, რაც თავარია. მე ის დიდი სიყვარული ჩემ ქალაქს იმ დიდი წოდებისთვის, ჩემთვის ღირსეულად მეტარებინო, ჩემ თავს უსურვებ საპატიო მოქალაქეობას გულისხმობ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას პატარა ბავშვებს, პატარა კახელებს, ბაღიდან, სკოლიდან მასწავლებლებს, ყველას ექიმებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს, ნებისმიერს ჯერ პროფესია არ აქვს იმ ხალხს. ყველას ანუ ჩვენ მაინც ყოველთვის ყველა შემოყურებს ჩვენ, რა, იმიტომ რომ ჩვენ ერეკლე პაპას ნატეფრალზე ასე ვთქვათ, ხამალნაქნევზე გაზრდილი ადამიანები ვართ და მაინც ყველა ჩვენი იმედი აქვს, რომ აბა კახეთი რას ამბობს. და მე თვითონაც რომ ყოველთვის ღირსეულად გვეთქვას ჩვენი სიტყვა. ძალიან მიყვარხართ, ამაყი ვარ მე რომ ჩემ ქვეყანას ვემსახურებით ჩემი საქმით და რაც თავარია კიდე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ადამიანები, რომელსაც არ ძინავთ რა, პოლიციას გულისხმობ, რომლებიც ზრუნავენ ჩვენზე. ეს ხანდახან არის ხოლმე ირონია, ისა მეხანძრეები, ასევე მაშველები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში სახში ვერ ხვდებით რა. ყველას კახეთში თუ კი რამე მუშაობს, თუ კი რამე არის 10 მაგათ, 100 მაგათ ამუშავებული იყოს და ვიყოთ ძლიერად. მაინც ხო სულ მაგას გვეძახიან, რომ ყველაზე ძლიერად თქვენ ახართ და არქში იმელებმა როგორ იციან, არქში ვათ. ხო და ასე ვიყოთ რა კარგად, რომ ჩვენ დავხმარებოდით მთელ საქართველოს. მიყვარხართ ძალიან, კაი ხარით.